ქალბატონო ბატონებო, დღეს ვიმყოფები რუსთაველზე, სადაც მიმდინარეობს აქცია თბილისში და გონიოში არაბული დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენი გულგრილი და უცნაური დამოკიდებულება იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, უმძიმეს გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. 7 წელიწადში ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთში მოგვიწევს ყველა ცხოვრება და 90-იანი წლები თბილი მოგონება იქნება. უდიდესი ნაწილი მოსახლეობა, ასევე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცნობადი სახეები წინააღმდეგი არიან არაბული დასახლებების მშენებლობის, რადგან ეს ეწინააღმდეგება ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ როგორია დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ზოგი რუსთაველის ზეგთან იკრიბება და აპროტესტებს, ზოგი პარლამენტთან, ზოგი არაბული კომპანიის ოფისთან, ზოგი ტელევიზიით და ზოგიც სოციალური ქსელებით. ესეც ცალ-ცალკე დაქსაქსული. არა და არც ერთ მათგანს არ აქვს არც ადამიანური, არც ფინანსური და არც ინტელექტუალური რესურსი ამ პრობლემების მოგვარების და არც არსებული რეალობის შეცვლის, მაგრამ აქვთ ამბიციები, აპარტავნება, პირადი და პარტიული ინტერესები. ამას არ დაველაპარაკები, იმასთან ერთად როგორ დავდგები, თქვენ დალოცულებო, ერთი დაფიქრდით, გიორგი სააკაძეს უნდა სპარსელებთან ან ოსმალებთან ლაპარაკი, ან მათთან ერთად ბრძოლა. მაგრამ როცა საჭირო გახდა ქვეყანა გადაარჩინა, ან იმ მეფეებს თუ ქართველებს, ვინც მონღოლების გვერდით იბრძოდნენ, უნდა დაუხმაროთ თუ როგორ არის. ყველაზე ძვირფას თმობდნენ სიცოცხლეს ამ ქვეყნისთვის. ამათ თავიანთი პირადი თუ პარტიული ინტერესების დათმობა არ უნდათ. და დიდი ალბათობით არც მაშინ დადგებიან პიადულზე მაღლა, როცა 7 წელიწადში ქართველები მილიონზე ჩამოვალთ და უცხოელები 3-4 მილიონი იქნება. და ვიმეორებ, ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება. არსებული რეალობიდან გამომდინარე 99% ესე იქნება, მაგრამ არის 1% გამოსავალი, ძალიან რთული და ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი. როცა არსებული მოცემულობაა, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, შოური, სიძულვილი, გამოსავალი ამ ვითარებაში არის ერთი. შეიქმნა სეპარატიული გაერთიანება გარდამავალი პერიოდით დროებითი მთავრობის ასარჩევად. ანუ ეს არის დროებითი გაერთიანება, როლის მხარდაჭერა არ იქნება რომელიმე პიროვნების პარტიის ან კურსის მხარდაჭერა, არამედ ამ გაერთიანების მხარდაჭერა არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნების უფლების და საშუალების მოპოვება და ახალი არჩევნების დანიშვნა 2-3 თვეში, ახალი საარჩევნო კანონით და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით. ანუ არჩევანი გასაკეთებელია ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ბოროტება არსებული მძიმე რეალობა, პრობლემები, რომელიც დღითიდღე იზრდება და მატულობს, რაც ხალხის და ქვეყნის მდგომარეობას უფრო აუარესებს. ხოლო სიკეთეა, როცა გეძლება საშუალება და უფლება ცვლილებებს დაუჭირო მხარი, რომელიც ყველას მიცემს საშუალებას თავისუფლად აირჩიოს უკეთესი, ან გამორიცხული არ არის უარესი ხელისუფლება. 30 წელზე მეტია შეცდომებით მივდივართ და შედეგებსაც ვიმკით. ანუ სიკეთის შემთხვევაში გვექნება თავისუფალი არჩევანი, ბოროტების შემთხვევაში არა. ვინც ამ გაერთიანების მიღმა იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს თუ არა არჩევნების მონაწილეობას, ის ხდება ამ ბოროტების მსახური. კიდევ გავიმეორებ, ბუნებაში 4 ან 5 ძალა არ არსებობს, არის ბოროტება და სიკეთე, ან ერთს ირჩევ, ან მეორეს. შემდგომ კი ბატონო, შეიძლება რამოდენიმე პარტიას კონდეს განსხვავებული ხედვა, პროგრამა, მიმართულება, ეს ბუნებრივია. ბოლოს გეტყვით, რომ აუცილებელია და საჭიროა ცვლილებები. საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლით დაწყებული, პარლამენტთა რაოდენობის ასამდე შემცირებით და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით დამთავრებული. იფიქრეთ, რომ ცვლილებები აუცილებელია თქვენი და თქვენი ოჯახის შვილების მომავლისთვის. რაც უფრო ადრე გავიაზრებთ ამას, მით უფრო უკეთესი იქნება ხალხისთვის და ქვეყნისთვის.